მე მაპატიეთ ამჩვევია ასეთი რამე, მაგრამ თავის თავს უწოდებს ქინძს და სწორედ აი ბატონი ქინძის განცხადებას უნდა გამოეხმაურო, რომელიც აცხადებს კორექტულად, ბატონი ირაკლი, მე ვფიქრობ, რომ კორექტულად ეს არის არა კორექტული ახალი პრემიერმა სხვა ტიპის პოლიტიკური მესმის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვეყნობი სწორედ იმ მისივე განცხადებას ვეყნობი და გითხარით მე ამჩვევი ასეთი რამე, მაგრამ მით უმეტეს აი ამ განცხადების ფონზე მე სხვა სიტყვას ვერ ვიპოვებდი. რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ის გმობს ამ ფაქტს და მან არიცოდა ეს თავისი მმართველობის პერიოდში და ერთგვარად ტაბუსადებს, რომ მიუხედავად იმისა, რა კარგი გაუკეთებია ვინმეს, მისი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არისო. მე მინდა აი ამ კუთხით დაინახოთ რასთან გვაქვს საქმე, რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობისთვის დღემდე რჩება. ბატონი, ნაციონალურ მოძრაობასთან გვექნება ჩვენ ამაზე შეკითხვები. თუ შეგიძლიათ შემდეგ გადასცეთ ჩემი კომენტარი და ჩემი კითხვაც დაუშვათ. პირველი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, იმიტომ რომ ვერც ერთი რიგითი ჩინოვნიკი კი არა, ვერც მაღალი თანამდებობის პირი, მით უმეტეს სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდნენ მის გარეშე, უშუალოდ მის გარეშე და პოლიტიკური ლიდერების გარეშე ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და თვალთვალი დაეწყოთ პოლიტიკურ შანტაჟის. ერთი რომ იტყუება აშკარად, მაგრამ მეორე დიანა მეორე და ძალიან მთავარი. აი წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფაქტობრივად ქვეყანას დიქტატორულ რეჟიმში აცხოვრებდა და დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ ჩვენ დროს კრიმინალი არ იყო, ჩვენ დროს ასე თქვა ყველაფერი უსაფრთხო იყო, თუმცა გამოდის ეს მიხეილ სააკაშვილი და გვეუბნება, რომ იცით რა, ქვეყანაში ხალხს აწამებდნენ, მუდმივი თვალთვალი მიმდინარეობდა, 26,000 მარტო ასეთი ჩანაწერია გაკეთებული. მედიას აშანტაჟებდნენ, ატერორებდნენ და მიხეილ სააკაშვილმა ასეთმა დიდმა და ასე თქვა ძლიერმა პრეზიდენტმა, დიქტატორმა არაფერი არ იცოდა თურმე და არც ჩემმა კოლეგებმა ნაციონალური მოძრაობიდან, არც ეხა გირჩაში რო გადავიდნენ, არც იმა თურმე არაფერი არ იცოდნენ. დღეს გაიგეს ეს ყველაფერი და მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაიგეს იმის მაგივრად, რომ ამ პროცესებს გაემიჯნონ და ყველაფერს თავის სახელი დაარქვონ და საზოგადოებას ასე თქვა რეალობაზე ელაპარაკონ. მიუხედავად ამისა, ჩვენ რას ვხედავთ ეხა დღეს ვხედავთ, რომ თურმე ლილუაშვილი ყოფილა ქართული ოცნების შტაბის უფროსი მარნეულში. სრული ტყვილი და სიცრუე. ეს არის სრული ტყვილი და სიცრუე. მეტიც, ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი დანაშაულები და ამ ადამიანის სავარაუდო დანაშაული გადააბრალოს და ასე თქვა გადაფაროს იმ ინფორმაციით, რომ თითქოს ვინმე ლილუაშვილი ქართულ ოცნებას ხელმძღვანელობდა მარნეულში. მიხეილ სააკაშვილზე კითხავ ბატონი მიხეილ მაჭავარიას ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და ეხლა მისი ქინძად მოხსენიება არ ამგონია ვინმესთვის პოლიტიკურად ესე იგი მომგებიანი იყოს თავარია თუ რამე დანაშაულშია იხილებული ეს სამართლებრივი პროცედურა იყოს ხარისხიანი ეს არის აი ამ განცხადების პათოსზე პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს.